დავიწყოთ იაპონიაში უტა ივანიშვილის ცხოვრების აი ამ დეტალებით. რეალურად რას მოგვითხრობს ეს სტატია უტა ივანიშვილზეც, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც არის უკვე სანქცირებული და როგორც ჩანს, იაპონიაში ცდილობს ფეხის მოკიდებას. ყველაზე ჩვენ რა თქმა უნდა მე პირადად 4 კითხვა გავუგზავნე როგორც თვითონ თეიმურაზ ლერავას, დიახ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მე დროც დავკარგი ამაში ბევრი ჩვენმა რედაქციამ, რომ პასუხს ველოდებოდით, პასუხი არ მოვიდა და მე მაინც დავდეთ, თუმცა დავწერეთ, რომ როგორც კი იქნება პასუხი, ხო, აუცილებლად პასუხს დავურთავთ თან, იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ორჯერ მივწერეთ წერილი, ერთხელ საერთოდ დაიკარგა და მეორე 3 თვის დაგვიანებით მოვიდა. ახეთ ელჩის მოკლე ტექსტი სოციალურ ქსელში ახლა ხარ. ეგ მე არ მქონდა სხვა რამეა სინამდვილეში ის პასუხები, რასაც თქვენ ელოდებით ეს ტექსტი. და ჩვენი მთავარი კითხვა რა იყო, პირველი კითხვა, რა იყო ჩემოდანში, რითიც უნდა შავ ჩემოდანში გადაეცა, რითიც მან რაღაცა პერიოდი საკმარისია, თუ ზუსტად ეხა ციტატა რო არ შემეშალოს, ეს ვკითხეთ, ყველაზე მთავარი კითხვა ეს იყო და რატომ ელჩი, რატომ ხვდება რესტორანში, ასე ვთქვათ, უტა ივანიშვილს, რა პრობლემა აქვს უტა ივანიშვილს ესეთი რომ ელჩებს მიმართავს დახმარებისთვის, ასევე იქ კიდევ ორი კითხვა იყო, ზუსტად ერთ-ერთი იყო ის, რომ იაპონიის მთავრობა შეიძლება ჩაერთოს ამ სანქცირებაში, ნახოთ როგორ იქნება. ნუ რამდენიმე ეს კითხვა, ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია და დიახ, ჩვენთვის და მთელი ქართული მედიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რა იდო ჩემოდანში, რა არის ის რომელიც რაღაც დროის მანძილზე უტა ივანიშვილს ხომ არ იყო ეჭვია და უბრალოდ კითხვასვა ფული თუ რამე რა გვიპასუხონ. ეს არის ძალიან საინტერესო. გვიპასუხონ, ეს არის კითხვა, მე კი არაფერი. საინტერესო დეტალი. ეს არის ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე დაწერილი სტატია, რომელიც ეფუძნება ზუსტ ფაქტებს და რა არის აქ საინტერესო, აი ამ დიდ შავ ჩანთაზე არის განსაკუთრებით გამახვილებული ყურადღება. რაღაც აშკარად ხდება, იმიტომ რომ ჟურნალისტი ამას ასე არ გაუსვამდა ხაზს და თქვენც ეს შეკითხვა დაგებადათ ამ შავ ჩანთასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეგ არის მთავარი კითხვა, ელჩმა გადასცა უტა ივანიშვილს, აი რა არის ეს? რისთვის რა გაუჭირდა უტა ივანიშვილს? რაში დასჭირდა ელჩის დახმარება? რა გაუწოდა ელჩმა? ეს უნდა თქვას, ეს არის საჯარო ინფორმაცია და ძალიან მაღალია საჯარო ინტერესი, იმიტომ რომ რაღაცას წააგავს. ეჭვები ყველასი სადღაც მიდის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და საინტერესო რა არის? შეუძლიათ გაფანტონ ეს ეჭვი. ასევე, ნუ ბუნებრივია, არ ვიცით რა არის ამ შავ ჩანთაში, ყველამ შეიძლება რაღაც ეჭვი გამოთქვა, მაგრამ აქ საინტერესო რა არის, რომ ეს 500 მილიონი იენი 3 მილიონზე ცოტა მეტია. 3 მილიონზე ცოტა მეტია, აქ ნათქვამია, რომ ეს ბინა 115 კვადრატული მეტრი ნაღდი ფულით არის ნაკიდი. ეს ძალიან საინტერესო აქცენტია. ესეც მე ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ იმ წუთას რიცხვი გადავამოწმე შესყიდვის, რომელიც ასევე არის სტატიაში და ეს არის ივნისში ჯერ არ არის დასანქცირებული. ხომ არ არის შავი ფული? მაშინ საიმისო არაფერი არ სჭირდათ. ან არის თუ არა რაიმე სქემის ნაწილი ეს საერთოდ. საიმისო არაფერი არ სჭირდათ იმ პერიოდში, დასანქცირების მერე ყოფილიყო, ვიტყოდით რომ არ იმუშავა, გადარიცხვამ და რაღაც. და როცა ეს ყველაფერი არ არის, ეგ კითხვაც დიახ, რომ რატომ ხდება, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს, რა თქმა უნდა, ელჩს კონკრეტულად ამ საკითხთან არაფერი ის არ აქვს, მაგრამ მაინტერესებდა რომ რამე სხვა უნდა რაღაც პასუხის გაცემა, თუ დანარჩენ შეკითხვებს უპასუხა აქ. ეს ჩვეულებრივი ამბავია თუ არა. და რა თქმა უნდა, არ ვიცი, გვიპასუხებს თუ არა, ძალიან მაინტერესებს.